1001 ღამე. რა უთხრე ბატონო ქერემ? რომელი საათია? პირველი 5 წუთია. თუ გნებავთ თათბირს გავაუქმებ. არა, 1 საათით გადადეთ და მეც მოვა. კარგი ბატონო. აბა, თქვენ რა ისტორია გაქვთ? მამა დედა ჩემს გამოდმებით სცემდა. თან დაუნდობლად. ნაკლები რომ დაელია სასმელს ვუმალავდი. პირველად ალკოჰოლური სასმელი 12 წლის ამგავსინჯა. ძალიან მესიამოვნა. გასაგებია. ქალბატონო ბენო, თქვენ რას გვეტყვით? ქალბატონო ბენო, გესმით ჩემი? მოგბრძანდით. გულჯან, ნილუფერს ფორტეპიანოს გაკვეთილი 5 საათზე უმთავრდება, კარგი? ქაანის სკოლიდან მუზეუმში მიყავთ ექსკურსიაზე, გვიან დაბრუნდება. ხო მართლა, ნილუფერს გუფთა აჭამე, კარგი? ბოლო დროს მანდა არა აქვს. კარგი ძვირფასო, გმადლობ. ძალიან მომშევდა. რა იყო? რატომ იცინი? რა არაჩვეულებრივი დედა ხარ. თბილი, მზრუნველი, სექსუალური. ჩუმად ონორ. შენ რა გენაღლება? პირდევსი გააგდე და ბავშვების ყველა პრობლემა ჩემი მოსაგვარებელია. ონორ, ბავშვებს ძალიან ენატრებად პირდევსი. გთხოვ დააბრუნე. პირდევსი დავაბრუნო? ო, ამაში ცუდი რა არის? შაჰრაზად, პირდევსთან მე არ მივალ და უკან დაბრუნებას არ ვთხოვ. ინებეთ? გმადლობთ. გისმენთ ქალბატონო ასუ. როგორ ბრძანდებით? გმადლობთ, ვე როგორ ხართ? გმადლობთ, კარგად. მინდოდა ხვალინდელი ჩვენი სადილის შემეხსენებინა. შეიძლება აღარ გახსოვთ. როგორ დამავიწყდებოდა მახსოვს ნუ ღელავთ. ესე იგი სადილზე შევხვდებით, არა? რა თქმა უნდა ხვდებით. ნახვამდის. ონორ აქსალს დამიხედეთ. არ კადრულობს მივიდეს პირდევსთან, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურა, თუმცა ვიღაც ჟურნალისტს ონორ აქსალი ტელეფონზე მაშინვე პასუხობს. შენთან დაკავშირება ასე მარტივია ძვირფასო. ისევ ხომ არ ეჭვიანობ? მე შენსავით ეჭვიანი არ ვარ, მაგრამ ის ქალი არ მომწონს. არასწორად ფიქრობ საყვარელო. ქალბატონი ასუ თავისი საქმის პროფესიონალია. ო, ეჭვიც არ მეპარება. აბა რას იზურვებ? პირდევს. იცოდე, თუ დღესაც არ დაელაპარაკები საღამოს სახლში არ მოხვიდე. მეც არაფერს გეტყვი. გითხარი დაველაპარაკები მეთქი. დედავის უნდა დაელაპარაკოს მამა. ადვოკატს. რა ადვოკატი? რატომ მგონია რომ ყველაფერი მარტო შენ გეხება შვილო? რა ხდება დედა? ძალიან ხარ გაბრაზებული. გაბრაზებული არ ვარ. მაშინ ნაწყენი ხარ. მითხარი ასე ძალიან რატომ ნერვიულობ? ვერ გეტყვი. ვერაფერს ვერ გეტყვი. მამა. მამა. მე მქორწინდი. მამა, უსაბოლოოდ გავშორდე. ეს ამბავი დამთავრდა, მისთვის ერთი ქურუშიც არ მიგვეცია. ახმობა განაცხადა. ხელიც მოაწერა. ორნალობის მხრივ ჯერ შედეგი არ გვაქვს. ისიც გაირკვა, რომ მისი პრობლემა მხოლოდ ალკოჰოლი არ არის, ის ფსიქოლოგიურადაც განადგურებულია. თავს მარტო სულად გრძნობს.
არა, მარტოობას არ ოჩივის. ქალბატონი მელიქი ყოველდღე ნახულობს ქალბატონი შაჰრაზადიც მოდის. ძალიან მენატრება. ცოტა ხანით მოითმინეთ. ქალბატონი ბენოს პრობლემა თქვენ გიხებათ. მართალია. ას ჩემი სიყვარული ვერ დავამტკიც. წამობრძანდით, ექიმი გელოდებათ. შაჰრაზად. როგორ არის ქალბატონი ბენო? არა უშავს. ნელ-ნელა უკეთ გახდება. იმედია კარგად გახდება. ეს არც ისე ადვილია. ბუქეთისგან რა ისმის? როგორ არის? კარგადაა. თითქმის ყოველდღე ურეკავთ. ბატონო ბურჰან, ყველაფერი რიგზეა? ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგადაა. კარგად. ერთ საღამოს ვახშამზე გვესტუმრეთ, ბავშვებიც წამოიყვანეთ. ფიუსუნის დიდი ხანი არ გვინახავს. აუცილებლად გესტუმრები ჩვილო. აუცილებლად. კარგი. ჩემი წასვლის დროა. იყავით, რატომ ჩქარობთ? ბევრი საქმე გექნება. არ მოგაცდენ. კარგად იყავი. ნახვამდის. ნახვამდის ბიზია ბურჰან. ღმერთო ბატონ ბურჰანს რა დაემართა? ჩვენც ვერ გავიგეთ, დეიდან ადიდეც არ ელაპარაკება. კან. ბატონო ბურჰანი, იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ ქაანი პატივს გცემთ. ქაანი არ არის თქვენი შვილიშვილი. იმ დღეს, როცა შვილის გადარჩენა გთხოვეთ, მითხარით, რომ 10 სიცოცხლეც რომ მქონდეს, ერთსაც არ მოგცემდითო. გაგახსენდათ? არც მე. და არც ჩემ შვილს. ბარიშ. მოდი ჩემთან. რომელ კლასში ხარ? მეორეში. ყოჩაღ. შენი ზმა როგორაა? კარგად. ზამი და გიყვარს? ბარიშ. მიდი მეცადინე. მიდი. ყოჩაღ ძვირფასა. ქალბატონი ნურჰაიათისთვის გითხოვს?
რომ ბატონი ონურის სახლში აღარ დაუბრუნდებიო, სიმართლეა? დიახ. სადაც ჩემი ყოფნა არ უნდათ, იქ არასდროს არ გავჩერდები. ეს თქვენც იცით. ვის არ უნდა რომ ჩვენთან იყო? ჩაის დაგისხამთ. ჩაი ჯერ მაქვს. ახლა ყველას რთული პერიოდი გვაქვს. ჰოლდინგში ცუდი მდგომარეობა აპირდეს. ნახან ძალიან მიღლებით. ასეთ ვითარებაში მინდა რომ უფრო მეტი გაგებით მოეკიდო. მართალი ხართ, მაგრამ გული ძალიან მეტკინა. მაპატიეთ. უმეცით გულახდილი საუბარი მიყვარს. თქვენ კი მითხარით სახლიდან წადიო. ხო, გითხარი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში შენ უნდა გეთქვა, რომ მე ამ ოჯახის წევრი ვარ და არსად სასვლას არ ვაპირებო. ამდენი წელია ჩემთან მუშაობ. ხო, მაგრამ ეს არც ისე ადვილია. ადვილი. მიდი მოემზადე, მივდივართ. ვერ წამოვალ. აქ კარგად ვარ, ბატონო ანურ. პირდებს. არა. გმადლობთ. ვერ წამოვალ. საღამოშვიდობის. ჩემთან არავის დაურეკავს? არა. არ გინდა ბენო. არა. ბენო ზვირფასო. ბენო. პირდებს მათქვა არ წამოვალო. გმადლობ გულჯან. რას ნიშნავს არ წამოვალო? მადლობ. არ წამოვალო და რა ვქნა? ჩვენზე ძალიან ნაწყენია. რა თქმა უნდა, შენზეა ნაწყენი. პირიქით, შენზე უფრო ნაწყენი. ჩემზე? ვერა დავაშავე. პირდებს. გამარჯობა. რა მატყუარა ხარ ანურ? გამარჯობა მამა. შვილო. გამარჯობა მამა. მიხარია შენი ნახვა. გმადლობ. ნილუფერ. შვილო. ისე ვარ დაელაპარაკე არა? გასაგებია. შენ ამ საკითხს ვერ მოაგვარებ. თავს საშინლად გვგრძნობ ექიმო. მინდა დავწვე და ვიძინო და დიდხანს არ გავიღვიძო. დეპრესია გაქვთ? ალბათ. მაგრამ ახლა დეპრესიაში ყოფნის დრო არ არის. ბევრი საფიქრალი მაქვს. ბატონო ქერა, მიქნებ თქვენს გაესინჯოთ.
ქერემ, დედა, დედა საერთოდ აღარ სცემ პატივს. თურმე ბენუ აქ მკურნალობს, შენ კი არც გამაგებინე. არ ვიმსახურებდი შენგან ამას, ქერემ. მეც დამნაშავე ვარ. ძალიან ვწუხარ. ძალიან. ქალბატონო ბენუ, თქვენთან ნახველია. ბენუ ძვირფასო ახლა გავიგე. ქერემი სად არის? აქ არის ბენუ, მაგრამ ექიმმა ცოტა ხნით შენთან შეხვედრა აუკრძალა. თუ პირიქით, ქერემა შეთავაზა ექიმს ჯობს არ ვნახო, ასე უკეთესიაო. ვიცი, ჩემი ნახვა არ უნდა. არა, რას ამბობ? მე გეტყვით, რომ მისი დანახვა არ მინდა. დაბრძანდით, გთხოვთ. დაჭიქი. Teşekkür ederim. დიდი მადლობა. გემრიელად მეირთვით. შეიძლება ვილაპარაკოთ. Tabii ki. რა თქმა უნდა. იცით, თუ რამე გაწყენინეთ, ბოდიშს გიხდით. ხვდები, რომ ზედმეტი მომივიდა. ბავშვებთან ურთიერთობაში თავს ბევრი სუფლება მივეცი. Bence hiç konuşmayalım. მოდი ამას ნუღარ გავიხსენებთ პირდავს. შენ დაბრუნდი და ისევ ჩვენთან ერთად ხარ. ბატონმა უნურმა მითხრა, რომ ჩემს დაბრუნებას დაჟინებით ითხოვდით. დიდი მადლობა. Ben sensiz პირდავს, უშენოდ ბავშვებს ვეღარ ვუმკლავდებოდი. Sen kendin ნუ ხარ თავს გაუფრთხილდი. ძალიან გჭირდები. daha üçüncü çocuğumuza bakın. ჩვენ მესამე შვილსაც შენ უნდა მიხედო. მართლა? არა, არა. ჯერ ადრეა ფეხმძიმეთ არ ვარ, მაგრამ Ama istiyorum. ძალიან მინდა. ნახოთ. რომერთ მაგნას? იმედია. გემრიელად მეირთვით. Teşekkür ederim. გმადლობ. მილამშვიდობისა. რა ხდება? სად მიდიხარ? ჰოლდინგში. არა, ჩემი დისანახავად. შენ რატომ მოხვედი? ღმერთო, არ შეიძლება ჩემი ძმის სახლში მოვიდე. თან მინდა სადმე დაგპატიჟო სასაუზმოდ. რა იყო თავს დამნაშავედ გზნო? თუ შენ და მერთმა ისევ სანეძლეო დადეთ. მელექ სისულელეს ნუ ამბობ. იცოდე, ასეთი ბრალდებები გულს მსკენს, მსგავსი არაფერია. მინდა და ცოტა გვესაუბრა, თორემ დედამ დილიდან თავი მომაბეზრა. წავიდეთ. წამოდი. ქერემი ასე ადვილად ვერ მომიშორებს თავისი ცხოვრებიდან. ნახავ, მაგრამ შენ მისი ცოლი თავიდან მოიშორე, ყოჩახ. მგონი მართლავადაა. ნამდვილად ასეა. ის ქალი თურმე გაგიშდა. ამბობენ საავადმყოფოში წევსო. ჩემმა კლიენტმა ნახა კლინიკაში და მითხრა ქერემ ინჯიოღლუს ცოლი ალკოჰოლიზმზე კურნალობსო. დიდი ხნით არ დაიკარგო. კარგი, კლუბში დამირეკე. კარგი დაგირეკავ. ბენუ თავს უკეთ გრძნობს, არა? ყოველდღე ნახულობ? ხო. ალკოჰოლიზმზე მკურნალობ?
დეპრესიაზე. თუ ასე რატომ შემოდიხარ ჩვენს ჯგუფურ თერაპიაზე? რა შენი საქმეა? ისმინა. რამით როცა ტანზე ჭიანჭველები დაგიწყებენ სირბილს. ჩემთან მოდი. დამიჯერე ასე აჯობებს. შენ რა სასმელი შემოიტანე? ჩუმად. როგორ მელაპარაკები? მე აქ სამკურნალოდ მოვედი. მეც. გამარჯობა. შეგაშინე? ხო, რა თქმა უნდა შემაშინე. ნოგეშინია ძვირფასო. რატომ მოხვედი? ვინ გითხრა რომ აქ ვარ? ბენო, ეს ამბავი თითქმის ყველა მიცის. მინდოდა შენთვის რაღაც მომეყოლა. მაგალითად რა? აქ რა საკეთებ? რისთვის მოხვედი? იცოდე მოკლავ, ჩემ დას არ მიეკარო. რა ხდება? გეფიცები არ გაცოცხლებ. თქვენ ხომ ადამიანი ვერაფრით გასიამოვნებ. სანახავად მოვედი. დაცვა სად არის? წეთრი აქედან. რა არანორმალურია, ჯერ ტელეფონზე გირეკავს და გატყვევს, მერე კი აქ დაიგულით მოდის. რადგან აქ მოსვლა გაბედა, ალბათ რაღაც იცის. დაუნო დაუჯერებ. ბენუსა ნახავთ ახვალ? ო. შორიდან მაინც შევხედა. თუ მართან ერთად ვცდილობ, მაგრამ თუ რამე სასწრაფო იქნება, მაშინ დამირეკეთ. კარგი ბატონო. ისმენ მელეკ. ძმაო ქარამ, ედა იყო კლინიკაში მოსული. რა? ის კალი არანორმალურია. დროზე მივუსწარი. ბენუს მიუახლოვდა და რაღაცის თქმა უნდოდა. კარგი მელეკ, მადლობ. რა მოხდა? ხო, უთხარით, ჩემი მანქანა მოამზადონ. კარგი ბატონო. არაფერია.
როგორც ხედავ, ახლა ხშირად მოგიწევთ მოსკოვში სიარული. დიახ. იქაურ სამშენებლო ინდუსტრიაში წარმატებული კომპანია გავხდით. როცა გამგზავრებას დააპირებთ, გამაგებინეთ. რატომ? სიამოვნებით გამოყვებით. თუ მოგინდებათ, რომ მოგზაურობისას ჟურნალისტი გახდეთ, მე გამიხსენით. სამუშაო მივლენების დროს ჟურნალისტები ზედმეტი ტვირთია ქალბატონო ასო. ინებეთ? ხოთ. რას აკეთებ? მე შენ არ გაგაფრთხილე? გაიტრიე. რა გითხარი? ხომ გაგაფრთხილე ჩემს სულს არ გაეკარო წადი ჩემი ცხოვრებიდან მეთქე. გაგანადგურებ და გამიშვი. გაგანადგურებ გეფიცები, გაგანადგურებ. ვერ ხვდები ვის გადაეკიდე. მე ქერემინჯე ოღლუ ვარ. ჩემი ერთი ზარი საკმარისია რომ გაგაქრონ შენს გვამს სანაგვეზე გადაგდებულს იპოვიან არც იკითხავენ ვინ ხარ და საიდან. გასაგებია? ასე რომ ფრთხილად. გასაგებია? იცით, მე თქვენ სახლთან ახლოს ვცხოვრობ. იენიკოიში. მართლა? იენიკოის დასაწყისში. ძალიან გამიხარდება სტუმრად თუ მეწვევით. ჩემი ტერასიდან ულამაზესი ხედი იშლება. როგორც ჩანს, მორიგი სისულელი თქვენ ჩემი ტერასა გაგაკვირვებთ. საღამოობით სანაპიროზე სეირნობთ. ხომ შეიძლება შეხვდეთ? ქალბატონო ასო, ჩვენ ახლა რას ვაკეთებთ? დროს ვკარგავთ. დიახ. დღეს რედაქციაში არ დავალ. თუ გნებავთ, შეგვიძლია. ამ სადილს მხოლოდ თავაზიანობის გამო დავთანხმდი. საინტერესო ასეთი სითავამე რამ განაპირობა. ალბათ მე დავუშვი რაღაც შეცდომან. თქვენ გაიგეთ არასდროს, თორემ ასეთ რამეს ხომ ვერ შემონთავაზებდით. ბატონო ონურ, მე ვერ მიმიხვდით, მხოლოდ მეგობრობას გულისხმობ. მეგობრობას? ძალიან წუხარ ქალბატონო ასო. სამწუხაროდ ჩვენ შორის მეგობრობა შეუძლებელია. მე თქვენნაირ ჟურნალისტებს არასოდეს შევხვდები. გემრიელად მიირთვით.
ანტიდეპრესანტია. დილას და საღამოს დალიეთ. სულისა. არაფერი. ეს მსუბუქი პრეპარატია. თუ თავს უკეთ არ იგრძნობთ, უფრო ძლიერს დაგინიშნავთ. მენუს ნახვა ისევ არ შეიძლება. ბატონო ქერემ. არ მგონია თქვენთან შეხვედრა მასზე კარგად მოქმედებდეს. კარგი. გასაგებია. არც ყოველ საღამოს მოსვლა ასაჭირო, როცა შესაფერისი დრო დადგება, შეგატყობინებთ. ვივლი. მე მაინც ვივლი. თქვენი ნებაა. ორნალობამ უკვე გამოიღო შედეგი, ცოტა ხანს მოითმენეთ და ბევრად უკეთესად იქნებით. გამომყევი. წამოდი. მომეცი. რა. სასმელი. რა სასმელი? სასმელი არ მაქვს. რას ნიშნავს არ გაქვს? შენ არ მითხარი, როცა ტანზე ჭიანჭველები დაიწყებენ სირბილს, ჩემთან მოდიო. დასალევად კი არა, სალაპარაკოდ მოდი მეთქი. მოტყუებ. სასმელი გაქვს. არა, გეფიცები არ მაქვს. გაქვს. თუ გინდა ყველგან ნახე. გაქვს. გაქვს. მე ღარ ვითმენ. გული მტკივა. ქერემი რომ არ მოდის. აქ ჩამკედა, თვითონ კი წავიდა. ნუტირი. მეც მიმატოვა შეყვარებულმა. მითხარი, მართლა არაფერი არ გაქვს? არ მაქვს. სულ ცოტა მაინც. არა. რამდენიმე წვეთიც არა? ჯანდაბა. ალბატონო ნადიდე. საღამოშვიდობისა. შაჰრაზად. რა მოხდა? მოდით დაბრძანდით. ბატონ ბურხანს რამე დაემართა? არა, ყველაფერი კარგადაა. რატომ ხართ ასეთი გაფიცრებული? ალბატონო ნადიდე, წყალს მოგიტანთ. გეტყობათ რომ რაღაც გაწუხებთ. მითხარით. რა მოხდა? რამდენიმე დღეა ვფიქრობ. ღირს თუ არა ამ თემაზე შენთან საუბარი. მაგრამ გადავწყვიტე რომ გითხრა. ამას წინათ ჩემთან ედა მოვიდა. მინდოდა გამეგდო, მაგრამ მითხრა. შაჰრაზადს კითხე. როგორ იშოვა? ქანის სამკურნალოდ ერთ ღამეში 150,000 დოლარია. მითხრა რომ შენ ამ ფულის გამო ვიღაცასთან იწექი. ამაზე პასუხს მხოლოდ შენ გამცემ. მაგრამ თუ ეს სიმართლეა, ამაში ბატონი ბურხანია დამნაშავე. და ღმერთის წინაშე ისაგებს პასუხს. გახსოვდე შაჰრაზად. სიმართლეც რომ იყოს, შენ ჩემთვის სუფთა ხარ შვილ. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.
გამარჯობა ქალბატონო შაჰრაზად. ვის უთხარი? ვის უთხარი? რა? ვის უამბე აღიარე? რა საყვარელო რა? ვის უამბე? შაჰრაზად საყვარელო. ვის უთხარი? მე დავი რომ ვარ, ვის უამბე? ვის უთხარი? მითხარი. არავისთვის არ მithქვამს, დამშვიდი საყვარელო გთხოვ? ვის უთხარი? როგორ გაბედე ეს მხოლოდ ჩვენ და ღმერთმა იცოდა, სხვა მარავინ. ვის უამბე? ვის უთხარი? ვის? ვის უთხარი? საყვარელო. დამშვიდი გთხოვ, დამშვიდი. შაჰრაზად. არ მომეკარო. რა ხდება? შაჰრაზად ამიხსენი რა ხდება? ვის უთხარი? არავისთვის არ მithქვამს. ბატონო ქერემ, ვის უთხარი? გთხოვ დამშვიდი საყვარელო, არავისთვის არ მithქვამს. ვის უთხარი? შაჰრაზად დამშვიდი, დაწნარდი. ეს არ არის სიმართლე. არა უთხარი. არავისთვის არ მithქვამს, გესმის? ხელი არ მახლო. კეფიცები არ მithქვამს, დამიჯერე. არავისთვის არ მithქვამს, დამიჯერე. გამიშვი. დამიჯერე. საყვარელო, დამშვიდი. არავისთვის მithქვამს, დამიჯერე. ხელი გამიშვი. დამშვიდი, არ მithქვამს. ხელი არ მახლო. გამიშვი. Onur Bey, ბატონო ონურ, გადით. ბავშვებო ბოლომდე შეჭამეთ. მერე მშვიდად დავსხდებით და მულტფილმებს ვუყურებთ. კარგი? კან დედაც მოვიდა. ზევით ავიდეთ მივდივართ. სად? ილიპუტით მოდის, წამოდი მეთქი. მე ჯერ ჭამ, ადექი. წავედით. ქალბატონო შაჰრაზად, რა მოხდა? დროზე მეთქი. ჩქარა. გახსენი. მიდი ჩაალაგე. Nereye gidiyorsunuz? სად მიდიხართ? Bilmiyorum. არ ვიცი. არ მინდა წამოსვლა. წამოდი მეთქი. კან მოიცადე. არ მინდა. დროზე. ქალბატონო შაჰრაზად, ქალბატონო შაჰრაზად, ქალბატონო შაჰრაზად. ქალბატონო, წამოდი.
ქალბატონო შაჰრაზად, რა ხდება? ლილიპუტს ვაკოცებ. Nereye gidiyorsun? Rad მიდიხართ? არ ვიცი, მაგრამ დავბრუნდები. ლილიპუტა, ნოტირი. Şehrazat ლიდა შაჰრაზად არ წახვიდეთ. Hoşça kal. ნახვამდის ნილუფერ. Kaan კან არ წახვიდე. ქალბატონო შაჰრაზად, რა მოხდა? აცე უცებ, სად მიდიხართ? პირდევს. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. თუ რამე გაწყვენინე მაპატიე. Sen bağışla. ქალბატონო შაჰრაზად, გთხოვთ. ნახვამდის. Gel buraya. დროზე წამოდი. კან. დედა. კან. ქალბატონო შაჰრაზად, კან არ წახვიდე. დაყომდის ლილიპუტო. კან დაჯექი. შაჰრაზადი წავიდა. დიახ, წავიდა. ქაანიც წაიყვანა. არ მინდა გკითხოთ, მაგრამ რა მოხდა ბატონო ონურ? ღმერთო, Dur kork. ნუ გეშინია. Dur kork. არიტირო, Allah'ım. დაწყნართი. ღმერთო, რა მოხდა? Kerem Bey neler? ბატონო ქერემ, რა ხდება? იმის კარგად ხარ? რა მოხდა, არ მომიყვები? როგორც ჩანს რაღაც ცოდე. შეჰრაზადე. Kerem Bey. ბატონო ქერემ, Sizi arıyorum. ექიმი გირეკოთ. Bennu Hanım ქალბატონი hastaneden. ბენუ საავადმყოფოდან გაიქცა. Uzat. მოხერხებულად დაჯექი. ქალბატონო, არ გითქვამ სად მივდივართ? Siz devam. გზა გააგრძელეთ და გეტყვით. ნახვამდის ბატონო ქერემ. რას აკეთებ? არაფერს. Kıpırdanıp გეყოფა კან დროზე დაიძინე. Acıktım. დედა მშია. dur bir bak. მოიცადე მგონი შოკოლადი მქონდა. Yok. არ არის. Biraz sabret. ცოტა მოითმინე ბიძიას უთხრათ ბენზინ გასამართთან გაგვიჩეროს და რამე ვიყიდოთ. Yiyecek კარგი? bir şeyler alırız. Olur mu? Ama çok მაგრამ მე ძალიან მშია. Kaan. კან, Üzme beni. შვილო გთხოვ, ნუ გამაბრაზებ. ვაფლი გიყვარს? teşekkür ederim. დიდი მადლობა. არაფერს. Onur Bey. ბატონო, Bana düşmez. ვიცი, ჩემი საქმე არ არის, მაგრამ Böyle durmakla. არ შეიძლება სულ ასე იჯდეთ. შეიძლება ქაანის ბებიასთან წავიდნენ. Siz bir ara
იქნებ დაურეკოთ. გთხოვთ ბატონო ონურ. ტაქსომეტრი ბევრს დაწერს. არა უშავს. Oğlum, შვილო, oğlum. შვილო, ნუ ტირე გთხოვ. ლილიპუტთან მინდა. წასვლა როგორ მოახერხა? როგორ გაიქცა? ბატონო ქერემ დამშვიდდით. როგორ ვერ შეუშალეთ? ბატონო ქერემ ძალიან გთხოვთ ნუყვირით. ეს ციხე ხომ არ არის? ჩვენ აქ არავინ ყავს ჩაკეტილი. ამის შესახებ ხომ გესაუბრეთ? გითხარით მხოლოდ იმ ავადმყოფებს ვეხმარებით, რომლებსაც მკურნალობა უნდათ მეთქი. თქვენც დამთანხმდით. მისმინეთ, ჩემი მეუღლე ამ საავადმყოფოში სამკურნალოდ მოვიდა. რა მოხდა, რატომ გადაიფიქრა? მითხარით. თქვენ ხომ მისთვის უნდა მიგეხედათ? ქერემ, ახლა ამაზე კამათის დრო არ არის. ჯუბრს ჩემი დავიპოვოთ. გთხოვ, სახლში არ მისულა. სად უნდა წასულიყო? Sizce nereye gitmiş olabilir? სად წავიდოდა, რა თქმა უნდა, იქ, სადაც სასმელში შოვიდა. გვაპატიეთ, გთხოვთ, დიდ ბოდიშს გიხდით. არა უშავს ქალბატონ ბენოს თვიიპოვით შემატყობინეთ. დიახ, რა თქმა უნდა, კარგი. მოგეცრებათ. არა უშავს. სად უნდა ვეძებოთ? წარმოდგენა არ მაქვს. არ ვიცი. ქალბატონო ნადიდე. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. როგორ ბრძანდებით? არა მიშავს. თქვენ? მინდა და მეკითხა, შაჰრაზადი თქვენთან ხომ არ არის? სახლში არ არის და? ძალიან მაგრად ვიშხობთ. არა, ჩვენთან არ არის. ქალბატონო ნადიდე. შაჰრაზადს რამე ხომ არ უთქვამს თქვენთვის? არ მინდოდა ასე მომხდარიყო ბატონო ონურ. ძალიან მწუხვარ. ეს შაჰრაზადის კი არა, ჩვენი ბრალია. 2186 დოლარი. კანადის ერთი ბილეთი. თუ ახლავე უნდა გაფრინდეს ზვირია. მოიცადე? ჯერ ხომ არ მიდის. დასაჭიროა რომ ბუკეტს ახლა უყიდოთ ბილეთი. თუ მალე ვიყიდით, უფრო იაფი დაждდება. ფესონ. ბატონი ონური მოვიდა შვილო. კაბინეტში შემოიყვანე. კარგი. რა ხდება? რისთვის მოდის ბატონი ონური? არც მე ვიცი. მოვუყვები, ვეთყვი. მოვუყევი. დახედავ რა მოხდა? ახლა კმაყოფილი ხარ? ისიც უთხარი აქედან როგორ წავიდა? აბარას ელოდებოდი. ახლა ბატონ ონურს როგორ უნდა შეხვედე თვალებში? გაჩუმდი ნუყვირი. აბაჯობდა მაშინ გაეგო, როცა ის გველიე და ამ ამბავს ყველას მოუყვებოდა? არაფერი არ უნდა გეთქვა, ქალბატონო ნადიდე. იმ ქალს არავინ არ დაუჯერებდა. შაჰრაზადს კი შენ გამო, ოჯახი დაენგრა. კმაყოფილი ხარ? ბატონო ბურხან. შაჰრაზადი შენ მიიყვანე ამ ნაბიჯამდე. აი აქ გემუდარებოდა. გითხრა ჩემი შვილი ავად არის. მძიმე დააო, გეხვეწებოდა. შენ რა უპასუხე? არც შენი დანახვა მინდა, არც შენი შვილისო. აი მაშინ უნდა გეფიქრა ამაზე. ბატონო კომისარო, ზებნას ჩვენს გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა. მაგრამ გთხოვთ ოფიციალურად არ განაცხადოთ. ბავშვის დაკარგვის გამო დეპრესიაშია და არ მინდა ეს ვინმე გაიგოს. მადლობთ. არა, სახლში ვარ, ველოდები. მადლობთ გამომშვიდობისა. რა გითხრა? ყველა საავადმყოფოში ემოწმებენ, განყოფილებაში შეატყობინებს, მაგრამ არ მგონია რამე გაირკვეს. Kime gidebilir? სად უნდა წასულიყო? ყველას ვკითხე, ყველას. Alo Burak? ალო ბურაკ. Hayır hiç. არა, ჯერ არაფერი არ ვიცით.
გამარჯობა. საღამომშვიდობისა, მობრძანდით. გამარჯობა. Bu taraftan. გთხოვთ, აი იქით. Baba, მამა, buyurun. შემობრძანდით. Hoş geldin. გამარჯობა. საღამომშვიდობისა. Sağ ol Füsun. გმადლობ, ფიოსო. Bir şey რამე ხომ არ მომგიტანოთ? ავან, Seslenirim. დაგიძახებ. გმადლობ. თქვენთან ამ საკითხის განხილვას ნამდვილად ვერ შევნა რომ ღმერთს იმ ქვეყნად წავეყვანე. ამის მიზეზი მე ვარ. ჩემი შვილიშვილის მკურნალობისთვის ამ საკითხზე მერე ვილაპარაკოთ, ბატონო ბურხა. Sen günahının შენს ცოდვაზე პასუხს განკითხვის დღეს აგებ. Eda ედა tam bir yıl. ნამდვილი გველია. Sağda solda anlamadım. მისთვის არაფრის თქმა არ შეიძლება. Nereden არ ვიცი ეს ამბავი ვისგან ან საიდან გაიგო. Şehrazat. მაგრამ ვინც შახრაზადს ფული მისცა, იმ კაცს იცნობს. O adam her ის ადამიანი ვინც არ უნდა იყოს, meseleyi. უნდა ვიპოვოთ. O adam ის ადამიანი მე ვარ, ქალბატონო ნადიდე. ben verdim. მე მივეცი. Şehrazat შაჰრაზადს ის ფული მე გადავუხადე. birlikte იმ ღამის საფასურად, რომელიც ჩემთან გაატარა. რა? Kaan'ın არ ვიცოდი რომ საქმე ქაანის ავადმყოფობას ეხებოდა. როგორ არ თქვენია? წესიერ ადამიანად ხვლიდი. ღმერთმა დაგწყელოს. ben Şehrazat შაჰრაზადის გაცნობამდე ქალების არ ვჯეროდა ქალბატონო ნადიდე. denemek istedim. მინდოდა მეცადა. Yanıldığımı anladığımda როდესაც მივხვდი რომ შევწდი, ben burada kendimi თავის მართლებას არ ვაპირებ, რაც არ უნდა მითხრათ მართალი იქნებით. ben Şehrazat'ı მე შაჰრაზადს საშინელი წინადადებას შეთავაზე. oğlumun hayatını შვილის სიცოცხლის გადასარჩენად დამთანხმდა. ama olan olmuştu zaten. სიმართლე რომ გავიგე გავნადგურდი, მაგრამ უკვე ყველაფერი მომხდარი იყო. Günahını შაჰრაზადი ცოდვისგან გასათავისუფლებლად შეირთე. Ben Şehrazat შაჰრაზადი დანახვისთანავე შემიყვარდა. onun için evlendim. მასზე ამიტომ ვიქორწინე. Çok sevdiğim ძალიან მიყვარდა. onsuz bir მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა. için evlendim. ამ საკითხთან დაკავშირებით Ama bu konu არასდროს არავისთან არ მისაუბრია. hiçbir zaman ჩემს სინდის გეფიცებით. size şerefim ალბათ üzerine თქვენთვის ამას მნიშვნელობა აღარ ექნება. მაგრამ ფიცავასია. şerefimin sizin için hiçbir anlamı yok. ყველაფერს გეფიცებით, არავისთვის არაფერი მithქვამს. Hayatım üzerine yemin ederim. Hiçbir Arastros. insana hiçbir şey söylemedim. Eda bu. თუ ასეა, ედამ როგორ შეიტყო? კიდევ დამისხი.
ნახლავე. რა მოხდა? არაფერი, კარგად სვამთ. ზოგი დარდის განსვავს, ზოგი ბედნიერების აღსანიშნავად. თქვენ მე მგონი სიხარულის გამოსვამთ. დიახ, ნამდვილად ასეა. გთხოვ, მიპასუხე, ძალიან გთხოვ. აბონენტი დროებით მეუწვდომელია. რა თქმა უნდა არ არის. რას ეძებ? ჩასმელს. ყველაფერი გადავყარე, ერთ წვეთსაც ვერ პოულობ. არავშავს. არავშავს. ბურაკ, რა მოხდა? არაფერი. ყველა ბარში ვიყავი რაც ვიცოდი. სადაც კი შეიძლებოდა წასულიყო. კლუბში იყავი? პირველ რიგში იქ მივედი. არ მისულა, ბიჭებიც გავაფრთხილე, თუ მოვა აუცილებლად შემატყობინათ მეთქი. ყველასთვის გითქვამს ბურაკ. არემ გეთქვა კერემენჯოღლოს სოლი გალეშილი მთრალია და თუ სამარცხვინოდ მოიქცევა შემატყობინათო. მე რთო რა დავაშავე. მომბეზრდა, ძალიან დავიღალე. მისმა სმამ დეპრესია, მეჭვებმა დამღალა. ყველაფერმა. კერემ, არ გიყვარვა რო და ნელ-ნელა თავი მომაბეზრა. კერემ დამშვიდე. როგორ უნდა დავმშვიდე ბურაკ, როგორ? შეხვედრებზე მივარდება, საავადმყოფოდან გარბის. მეტი რა გავაკეთო, მითხარი. ასე რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს? არ გინდა სირცხულია. არც კი ვიცით რა მოხდა, იქნებ რამე ცუდი შეემთხვა. რა უნდა მოსულოდა? ბარში წავიდოდა და გამოთრებოდა. მეტი რა იქნება? კერემ, ძალიან გთხოვ, დამშვიდი, ნერვიულობისაგან ვკვდები. ბოდის გიხდი მელეკ. დავს ვეღარ ვიკავებ. მისვინა, შეჰრაზად ძალიან აფასებდი. ერთ ღამეში კი მის დამი დამოკიდებულება შეიცვალა. ასეთი რა გააკეთა? რა ჩაიდინა? ჩემთან გატარებული ღამისთვის საფასური გადაუხადა კერემ. ნაღდი ფულით. ეს საკმარისი არ არის? რას ამბობ? ეს იმართლია? ეს იმ ღამის ქვითარია, უნორ? მიპასუხე. ეს ამბავი ასე არ დასრულდება. ბატონი კერემი გამოიძიებს, გაიგებს. არა, შაჰრაზად, არა. ვინც ქვითარს მიაგნო, იმასაც გაიგებს, ფული ვის გადავუხადე. შაჰრაზად მომისმინე. გავნადგურდი. ვერ გაიგებს. გაიგებს, რომ მე ვარ. ვერაფერს ვერ გაიგებს. მაგას სიკვდილი მირჩევნია, ვიცოდი რომ ის ღამე საიდუმლოდ არ დარჩებოდა. დარჩება. არც ერთი საიდუმლო არ რჩება დამალული. გაიგე, ონურ, არ რჩება. დარჩება. მითხრა აუცილებლად გავიგებ ის ქალი ვინ არისო. კერემი ვერაფერს დაამტკიცებს შაჰრაზად, დასამტკიცებელი არც არაფერია. ღალატი ჩვენი ოჯახის ტრადიცია. წლების განმავლობაში მამა დედას ღალატობდა. ახლა კი მე მღალატობს ქმარი. რა ისი რომ გალატობს? რატომ ხარ ასე დარწმუნებული? ცოლები ამაც ხვდებიან. ვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. შეთანხმები მართალი ხარ. ვიღაც ქალმა დამირეკა. მითხრა ქმარი ღალატობსო. წარმოგიდგენია? კომედიური ჟანრის ფილმს გავს, მაგრამ სასაცილო სულაც არა. სიმართლეს გაუმარჯოს. წესით უნდა ვეყრებოდე, ახლა უნდა ვშორდებოდე. ჩემს ადგილას სხვა ქალი ასე მოიქცეოდა. ნუ აზვიადებ, გონია ღალატის გამო. ყველა ქალი შორდება ხმარს, სულაც არა. არ შორდებიან პირიქით, სხვა რამეს აკეთებენ. რას აკეთებენ? ქმრებს ისინიც ღალატობენ. სამაგიეროს უხდიან. ჩემი აზრით ეს სწორიცაა. ნუ ველავ, მალე ესეც გაივლის. მოვიდა. ონურ, ყველაფერი გაანადგურე კერემ, ყველაფერი. ონურ, რას აკეთებ? გაუშვი, გარეთ გადი. ეს როგორ გააკეთე, როგორ ჩაიდინე? ონურ, ხომ არ გაგიჟდი? გარეთ გადით მეთქე.
ედასთან წევ ხარ? ედასთან წევ ხარ მეთქი? გასტომროში იყავი და იგაიგე რომ შაჰრაზადი იყო? შაჰრაზადს ასე როგორ მოეკეცი ქერემ? კარგი, ჩემზე არ იფიქრე. შენს თვალში აღარაფერს წარმოვადგენ, მაგრამ შაჰრაზადს ეს როგორ გაუკეთე? ედასნაირ გველს როგორ უთხარი? ძალიან მთვრალი ვიყავი. არც კი ვიცი რა უთხარი. ძალიან უსინდისო და უმომოსო კაცი ხარ ქერემ. მართალი ხარ. თავს ვერ გავიმართლებ. მაშინ ვევინანე როგორც გევთქვი. საკუთარი თავი მეზიზღება რომ ედას უთხარე. თუმცა მაინც არ დამიჯერებ. ყველაფერი გაანადგურე ქერემ. ამდენი წლის მეგობრობა, ძმობა. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, შაჰრაზადი გაანადგურე. შენ ჩემი ოჯახი დაანგრიე. შაჰრაზადმა მიმატოვა აღარ დაბრუნდება. აღარ ასდროს. ახლა ბედნიერი ხარ? გიხარია? ჩემთვის აღარაფერს წარმოადგენ ქერემ. აღარ არსებობ. კარგი ადამიანი მეგონა, პატივს ვცემდი, ვაფასებდი. თურმე უღირსი კაცი ყოფილა. ბატონი ონურია უღირსი? აბა სხვა ვინ? შაჰრაზადის ტკივილითა და გამოუვალი მდგომარეობით ისარგებლა. შენ არაფრის თქმის უფლება არ გაქვს. ის კაცი შეცდომას მიხვდა და შაჰრაზადი ცოლად შეირთო. ბატონი ონურის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო ვინიცის გოგოს როგორ მოექცეოდა. წყლების დადანაშაულებას. ჯობს შენს შეცდომებზე იფიქრო. ყველამ საკუთარ ცოდვაზე აგოს პასუხი. ახლა როგორ მოვიქცეთ? შაჰრაზადი როგორ ვიპოვოთ? არც კი იცი რა გამოტოვე ედა. რა ხდება? ბინიაფი გაკოტრდა და ვერ გავიგე? დღეს ჰოლდინგში ბატონი ონურის მეუღლე მოვიდა შაჰრაზად აქსალი. მერე? ბატონი ონურის პანჯარა ჩაამსხვრია, იქაურობა თავდაყირა დააყენა. უნდა გენახა რა დღეში იყო. რა? გაოგნებულები ვიყავით. ზედა სართულზე საშინელი ხმაური იყო, სულ დალეწა იქაურობა. ყველანი გარეთ გამოვცვევდით, ზევით ვაპირებდით ასვლას, მაგრამ კიბეებზე ჩამომჯდარი შაჰრაზად აქსალი დავინახეთ, გულმა მოსკნილი ტიროდა. ასე რატომ მოიქცა? რა ვიცი, ყველა რაღაცას ამბობს, მაგრამ დაზუსტებით არავინ იცის. ნურჰაიცაც არაფერი უთქვამს. ვილდან, კარზე ზარია, მოგვიანებით დაგირეკავ. ედა, წასულია შენი საქმე. დამშვიდდი, დაწყნარდი.
ეტა გაგანადგურება ბოლოს მოგერება ტაქსი სად მიბრძანდებით ქალბატონო? ნიშანთაში იჩქარეთ გასაგებია ქალბატონო. გაგანადგურებედა არ გაცოცხლებ სასმელი რომ არ არსებობდეს, არ ვიცი რას ვიზამდი. ალბათ თავს მოვიკლავდი. ძალიან აზვიადი. რა მოხდა ხმარმა თუ გეღალატა? ანგარიში თუ შეიძლება. ახლავე მადლობ ძმა უილად იტანჯები. თავი არ გეცოდება? ინდა ჩემთან წავიდეთ. იქ გავაგზავნოთ. არა, მადლობ. აქ კარგად ვარ. არ გინდა ხმარზე შური იზიო. ხომ არ გაგიჟდი რა შური იზიება, გაიწიე. ეღონა ყველა ქალს ხომეს უნდა. კარგად ვისაუბრეთ, ახლა კი დავასრულოთ. ტაქსიში შევსდეთ, გარდროს გავატარებთ, წამოდით. გამიშვი. სასიამოვნო ხალი ხარ. გამიშვი არ მინდა, გაიწიე. გამშვიდდი და მომენდა. ხომ არ გაგიჟდი, გამიშვი. რა ხდება? არაფერი შენ საქმეს ვიხედე. მეგობარო ზადე აქედან შენ მიგეკითხება. ზადი მეთქი პრობლემებს ნუ შეიქმნე დავხედი. კარგად ხარ? დიახ, მადლობ. მინდა ტაქსი გამოგიძახო არა, არა კი დამისხი კიდევ. აქ რატომ ავედით? ბენუ აქ რომ მოსულიყო ხომ გვეტყოდნენ? რა ვქნათ აბას აწავიდეთ ქერემა გარეთ გამოვხარა ღმერთო რა საშინელი ღამეა. ვერ ხვდები ონური ასე რატომ მოიქცა მაპატია მაგრამ მაგაზე ახლა ვერ ვფიქრობ ბურაკ. ჩემი და მოვძებნოთ. სად მოვძებნოთ მელეკ სტამბოლში ათასობით ბარია ვერც მაინც ვკითხოთ ნაცნობებს დაურეკავს კარგი წამოდე. წამოდი ვიპოვით, ნუ ნერვიულობ. მერტი მოსულა. მერტ, ჩემი და ხომ არ მოსულა? არ მინახავს. უკაცრავად? ბიჭო ეს კალი აქედან გაუშვი. შეხედე ფეხზე ვეღარ დგას. როგორ გაუშვა? ტაქსის გამოძახება შევთავაზე, მაგრამ არ მოინდომა. ქალს ყურადღება მიაქცია, სადმე არ წაიქცეს. თავი დაანებე, მალე მოვა. ჯუმან ხავი. ჯუმან. გაჩერდი. მომწოხარ.
ქალბატონო. ქალბატონო. გაჩერდი. გამიშვი მეთქი. რა შირს? მერტ. რა ხდება ძმაო? აქ რა ხდება? რა საკეთებ? გაეთრიაშე არამზადა. წადი. Ya bir şey mi var? რამე მოხდა მერტ? Alo? ალო? ალო? მელეკ. შენი ფული აქ არის. გამარჯობა ქალბატონო შაჰრაზად. ფული მოვიტანე. ხვალ მკურნალობას ვიწყებთ. კარგად ხართ? შაჰრაზად არ ვიცი რა გააკეთე, მაგრამ Her ne yaptıysan სწორად მოიქეცი მეგობარო. yaptın arkadaşım. დარწმუნებული ვარ. შვილო. ჩემო ძერფასო. ბატონო ანურ. ხმოვანი სიგნალის შემდეგ დატოვეთ შეტყობინება. შაჰრაზად, მე ვარ ნადიდე. რატომ არ დამირეკე შვილო? დამირეკე გთხოვ. ვრელავთ. შაჰრაზად, შვილო. გემუდარები დამირეკე. Kerem. Margam sebeno. Patay barm txu.
Kendimde değil. გონება მქონდა არეული. დავის გამართლებას ნუცდილობ. Kerem beni affet. ქერემ პატიებას არ გთხოვ. ცუდად ვარ ეს ავადმყოფობა. ექიმმა ხომ გითხრა სასმელს დაუწყებს ძებნასო ხომ გითხრა? ეყოფა. Ne olur yüzüme bak. ხო შემომხედე. წადი აქედან. საკუთარ თავს ვერ შევეწინააღმდეგე. შენ არ მოხვედი, მეგონა მიმატოვე. ერთი ჭიქის დალევას და კლინიკაში დაბრუნებას ვაპირებდი. ბენუ საკმარისია თავი მტკივა. Karakola პოლიციაში წავიდეთ, იმ კაცს ვუჩივლებ. olacağım. უჩივლებ. ხო, კარგი. უჩივლებ. ჟურნალისტებმაც გაიგონ, რომ საშინელ ბარში ვიღაც კაცმა ქერემ ინჯეოღლუს ალკოჰოლიკი ცოლის გაუპატიურებას სცადა. ეს გინდა? Adam ის კაცი დაუსჯელე უნდა დარჩეს? ბენუ ისედაც ბევრი პრობლემა მაქვს. sensin. არ გიყვარვარ. ეს წინადადება ბენუ ყველაფრის მიზეზი ეს წინადადება. ვიძე ბურჰანის მანქანა დავინახე. Annemle დედასთან ერთად სასწრაფოდ წავიდა. ასეთ დროს საწავიდნენ. ne bileyim. არ ვიცი, ნამდვილად რაღაც ხდება. ასე რომ არ იყოს ბატონი ანური შუაღამისას ხომ არ მოვიდოდა. ღმერთო ჩემო. Kaan'ın bir şey oldu. კანი ხომ კარგადაა? Ay, ღმერთმა დაგვიფაროს, ნიმედ გაჩუმდი. ალბათ უნურაიათ. გისმენთ? უნური არ მოსულა. არა, არ მოსულა. ახალი არაფერია? Hayır, არა, ქალბატონო ნადიდე. belki 100 გონიგვე 100 შეტყობინება დაუტოვე, ხვავანიც არაერთი გაუგზავნე. აბა როგორ მოვიქცეთ? emniyetteki dostları ჩემს პოლიციელ მეგობრებს ვესაუბრე, შაჰრაზადსა და ქაანს ყველგან ეძებენ. ხულად ნოეძებთ. არასოდეს გვაპატიებს. sakinleşmesini ველოდები როდის დამშვიდება ბატონო ბურჰან. რამდენიმე დღეში შაჰრაზადს აუცილებლად ვიპოვი. დაუმტკიცებ, რომ არავისთვის არაფერი მithქვამს. რა სინდისით? სიტუაციით ისარგებლე და ის ხალი დაამცირე, რომელიც შვილის გადარჩენას ცდილობდა. რა სინდისით უნდა დაამტკიცო? ბატონო ბურჰან, არავის უთხარით და ცოდვაც მოგეხსნათ? დაქორწინების შემდეგ ყველაფერი წარსულში დარჩა? ბატონო ბურჰან, ჩვენ ხომ ვისაუბრეთ? გულს გაუფრთხილდით, გთხოვთ აპატიეთ. არ ინერვილოთ, ქალბატონო ნადიდე. მე ყველაფერს ვემსახურებ. ბატონი ბურჰანი მართალია. არასწორად არ გამიგოთ. მეც დამნაშავე ვარ, მაგრამ თქვენი საქციელი ბატონო ბურჰან, ძალიან გთხოვთ. ახლა კამათის დრო არ არის. მინიცის სად არიან და რას აკეთებენ? ქალბატონო ნადიდე დამაცადე. რადგან ყველაფერი გამჟღავდა, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. მართალი ბრძანდებით, ბატონო ბურჰან. სამდე მართალი ხართ. bana istediğinizi შეგიძლიათ რაც გინდათ ის მითხრათ. Evet, ben böyle adi დიახ, მე უღირსი ადამიანი ვარ, შაჰრაზად საშინელება შევთავაზე, მაგრამ ama siz თქვენ რატომ არაფერი მოიმოქმედეთ შვილის გადასარჩენად? neden kırıldı? რატომ აიძულეთ შაჰრაზადი ჩემ შემოთავაზებას დათანხმებულიყო? Niye buna mecbur ettiniz? ღმერთო, შენ დაგვიფარე. ღმერთო. თავი. ქალბატონო ნადიდე. ქალბატონო ნადიდე. ქალბატონო ნადიდე. ნადიდე გონსმოდი, ქალბატონო ნადიდე. Nadide Hanım, ქალბატონო ნადიდე. პირდებს წყალი. Kaan, კან, Kaan, კან, Kaan. კან. Kaan, კან. ჩემი შვილი არ დაგინახავს, 7 წლის არის, შავი ქურთუკი აცვია. მე ახლა მოვედი ქალბატონო. თუ გნებავ ჩემს თანამშრომელს ვკითხავ. burada küçük პატარა ბიჭი ხომ არ დაგინახავთ, 7 წლის, შავი ქურთუკი აცვია. არა, დაუ, არ მინახავს.
ბატონო კერემ, საჭიროდ რომ თვლიდეთ, რა თქმა უნდა მეტყოდით, მაგრამ ხომ არ შემიძლია რამით დაგეხმაროთ? არა, გალბატონო ნურხაიეთ, მადლობა. მალე სასწრაფო მოვა. კარგად ვარ. არაფერია. კარგად როგორ ხარ, ქალბატონო ნადიდე? გული წაგივიდა. მადლობა თქვი, რომ ფეხზე ვდგავარ. ამდენი რამ მოხდა. კიდევ კარგად ვარ. არ მაწყერინო. ექიმმა გაგსინჯოს. კარგად ვარ მეთქი. მართლა კარგად ვარ. ალბათ მე ვადამევარდ. ბატონო ბურხან, სახლში წამიყვანე. ჯობს ცოტა კიდევ დაისვენოთ. ადექი.